მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით წალკის წყალსაცავიდან. დღეს ჩამოვედით, ესე იგი, საღამოს პერიოდში გვინდა რომ ვითევზაოთ არა სპინინგით, არამედ ფიდერით. ბოლო პერიოდში ძალიან გადავერთე სპინინგზე და მინდოდა რომ თქვენთვის განსხვავებული სტილით თევზაობა შემომეთავაზებინა. ამიტომ ჩამოვედით ფიდერით და ახლობებით 3 საათი გვექნება სათევზაოდ და იმედი მაქვს რომ წარმატებული იქნება. თავიდანვე უნდა მოგიწევთ რომ გამოიწერო ჩემი არხი, გააქტირო ზარზღლაკი. პირველ რიგში რა თქმა უნდა ავაწყე აღჭურულობა, რაც სათევზაოდ დამჭირდება. ეს არის ჩემი სკამი, Matrix-ის ბრენდი, სადაც მოწყობილი მაქვს სხვადასხვა ხელსაწყოები, მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის რომ კომფორტულად ვითევზაოთ, ჯოხის დასადები, წინა და უკანა მხარეს. ეს არის სპეციალური ჭიქას ვეძახით, რომ ჯოხი ჩავდოთ, თევზს რომ გამოვიყვანთ ან სატყუარას მოვაბავთ იმ პერიოდში. ასევე მარცხენა მხარეს მოთავსებული გვაქვს ჩვენ 3 მეტრიანი ბადე იმისთვის რომ თევზი არ დაგვეხოცოს თუ დაცხება მაგალითად გარკვეული პერიოდი შუადღეს ცხება ხოლმე. ძირითადად უშვებთ ჩვენ უკან თევზს, როდესაც სპორტულად თევზაობთ, ამიტომ რომ არ დაგვეხოცოს და თან გვაინტერესებს რამდენს დავიჭერთ იმ თევზაობაზე კონკრეტულად, ესეთი ბადე ძალიან კარგია. წყალში არის მაქსიმალურად ჩაშვებული და თევზი არ იხოცება. სხვა დანარჩენ აქსესუარებს რაც შეეხება კიდევ დამატებით გვაქვს ეგრეთ წოდებული ქვედაბადე, იგივე ჩოგამბადე, თევზის ამოსაყვანი, თუ მაგალითად მოზრდილი თევზი იქნება რომ არ გაგვიჭირდეს მისი გამოყვანა, რადგანაც ძირითადად დელიკატური მონტაჟით თევზაობთ ხოლმე და რაც თავარია ფიდერით თევზაობაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენ დასაკვები, რომელსაც ერთად მოვზილავთ დღევანდელ თევზაობაზე. პირველ რიგში დასაკვები, რა თქმა უნდა, რომელიც არის შეუცვლელი ჩემთვის, ხელითაც ვაკეთებ ხოლმე. ზოგადად ბევრი აკეთებს ხელით, მაგრამ ვერწმუნეთ რომ ქარხნული დასაკვები მაინც უფრო უპირატესი არის, რადგანაც ქარხანაში აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველანაირ დეტალზე აქვთ ნაფიქრი და ვერანაირად ვერ შეცვლის ხელით გაკეთებული დასაკვები ქარხნულ დასაკვებს, თუ მით უმეტეს განსაკუთრებით სპორტულად თევზაობთ, ტურნირებზე გამოდიხართ. ანუ ქარხნული დასაკვები ყოველთვის უპირატესი არის 99%. G-Stream-ი, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს ჩვენ წყალსაცავებზე, არის შედარებით ბიუჯეტური დასაკვები და მერწმუნეთ რომ ხან ერთი შეკვრა, მაქსიმუმური შეკვრა ერთი დღის თევზაობაზე სრულიად საკმარისია, როდესაც სამოყვარულოდ მიდიხართ სათევზაოდ. ამიტომ G-Stream-ს უწევ რეკომენდაციას. ესე იგი, ჩავყაროთ ნიორი ამ შემთხვევაში, ორი შეკვრა მაქვს წამოღებული და რადგანაც მე საღამოს თევზაობას ვაპირებ მხოლოდ დღეს და ხვალ დილის თევზაობას ასევე მხოლოდ ერთ შეკვრა დასაკვებს მოვზილო. ამასთანავე დავამატებ მე შედარებით მსხვილ ინგრედიენტს, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის ცელოფანი გამიფრინდა, აუცილებლად უნდა ავიღოთ. აი ესე. ესეთი ფშენო, იგივე ფეტვი ქართულად, ესეთი მარცვლეული არის, რომელიც ძალიან მოსწონს განსაკუთრებით კარჩხანას. ხო, დავიწყოთ დღეს ძირითადი მიმართულება გვექნება კარჩხანაზე. შევუტევთ ესე რომ ვთქვათ კარჩხანას და ვეცდებით რომ დავიჭიროთ. ესე მარტივად ორი ინგრედიენტი. ესე გამოიყურება ჩვენი დასაკვები ჯერჯერობით. ამას თავისთავად დაჭირდება ხა წყალი და შემდეგ დამატებითი არომატიზატორი, ასევე ნივრის სახით. ესე ცელოფანში მაქვს მოთავსებული. მელასაც ვეძახით ასეთ დამატებით, ესე რომ ვთქვათ, ინგრედიენტს, ესეთ შეკვრაში არის, ესეთ G-Stream-ის არის და ესეც ნივრის არომატით არის. ძალიან ესეთი მძაფრი სუნი აქვს. არც ის ასემონ მე ნივრი და არ მიყვარს. მაგრამ თევზს ძალიან მოსწონს განსაკუთრებით, როდესაც წყალი უკვე აი სიცივეში გადადის, როდესაც გრილდება. იმედი მაქვს რომ დღეს წალკაში გამოგვადგება ეს დასაკვებიც და მოკლედ ერთად ვნახავთ აუცილებლად. კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ გამოიწერო ჩემი არხი, გააქტირო ზარზღლაკი და დღევანდელი ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდეთ. ახლა კი შევუდგეთ უკვე დასაკვების მოვზილვას. ახლა ჩვენ დაგჭირდება, რა თქმა უნდა, წყალი. აი ესე. აქაური ტბის თავისთავად ონკანიდან ავსებული, ან რა ვიცი, ნაკიდი, მიზანშეწონილი არ არის. ამბობენ რომ იქაური წყლით მოძველილი უფრო შედეგიანი არისო, რადგანაც თევზიც ხდება რომ სხვა ინგრედიენტები არის მოთავსებული და ალბათ აქაც არის რაღაც თავისივე საჭმელი. ესე იგი, რას ვაკეთებთ მეგობრებო? აი ამ წყალში, რომელიც ავავსეთ, ჩემი თვალის ზომით ვფიქრობ რომ საკმარისი არის. აი ამ მელასას, არომატიზატორს ვასხავთ და ვაზავებთ, ასე რომ ვთქვათ.
რადგანაც თვითონ ძალიან ბლანტი სითხე არის და წებოვანია, მიზანშეწონილი არ არის პირდაპირ, ასე რომ ვთქვათ, დასაკვებში ჩასხმა, რადგანაც წებოვნებას იღებს ძალიან და ფიდერს ზოგადად, როდესაც თევზაობთ, თუ მაგალითად ფლეტი თევზაობა არ არის საკვებურზე არ უნდა იყოს ცოტა ხანი გაჩერებული, უკეთესი და უმჯობესი იქნება, რომ აი ესე წყალში გავაზავოთ, უფრო კარგ გემოებსაც გახსნის და თევზისთვის იმედი მაქვს, რომ უფრო მიმზიდველიც იქნება. ნუ ამას ყველაფერს ვნახავთ ერთად. კაი, ცოტა დავასხათ. თან მოურიოთ. მეგობრებო, მივედით სავარაუდოდ იმ კონსისტენციაზე, რაზეც საუბრობდი, მოკლედ. აი ნახეთ, ხელს რომ მოუჭერთ, დავისთავოთ უნდა იყრებოდეს აი ესეთ მდგომარეობაში და როგორც კი დაშლას დავიწყებთ, ხვიერი უნდა ხდებოდეს. აი ეს არის კარგი კონსისტენცია იმისთვის, რომ გვინდა ზედაპირზე დავშალოთ საკვებურიდან საკვები, გვინდა ფსკერზე ჩავიტანოთ. ან როგორ დავპრესავთ საკვებურში, აი ამაზე იქნება უკვე დამოკიდებული ფსკერზე მივიტანოთ თუ ზედაპირზე როდესაც დაისემე, მაშინ დაიშალოს. ნუ ეს თავისთავად განპირობებულია თუ რომელ კონკრეტულ თევზზე ვთევზაობთ. ჩვენ რადგანაც ვთევზაობთ კარჩხანაზე, მოგეხსენებათ, კარჩხანა არის ფსკერული თევზი, ძირითადად ფსკერზე იკვებება, შესაბამისად მაქსიმალურად დავპრესავთ, რომ ფსკერზე გაგვიჩეროს დასაკვები და იქ შევაგროვოთ თევზი. ფიდერი თევზაობა ზუსტად ეს არის, უნდა ავირჩიოთ რაღაც გარკვეული წერტილი და იმ წერტილში მოვაგროვოთ ჩვენ კონკრეტული თევზი, რაზეც ვთევზაობთ უკლეთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ნახოთ რა გამოგვივა. რაღაც თევზის სავარაუდოდ ქორჭილა, ნახოთ. საკმაოდ ძლიერი ქარია თან და ნუ თავის არც არაფერი არ ზეს. თავისთავად გვიშლის ხელს ქარი, ძალიან გვიშლის. ზოგადად ამ დროს ალბათ უმჯობესია ზურგი ნაქონდეს ქარი, თუმცა თუ მაგალითად სახეში გირტყავს, კარგი იქნება ჯოხი ისე გაასწორო, რომ მაქსიმალურად დაჭიმული გქონდეს ძუა. არ იკეთებდეს ეგრეთ წოდებულ დუგას, ანუ იგივე მუცელს ძუა იქნება თუ წნული, არ აქვს მნიშვნელობა, მეგობრებო. ხო, საკმაოდ აგრილდა სხვათა შორის, არ ველოდი. უკვე აგრილდა, ნუ ჯერ ალბათ 3 საათი მაინც არის დაღამებამდე, მაგრად გრილა. ამიტომ ვინც წამოხვალთ წალკაში, ვინც დააპირებთ, იცოდეთ, რომ თბილი ტანსაცმელიც აუცილებლად დაგჭირდებათ. გაუშვათ. მაქსიმალურად დავჭიმოთ. კი ბატონო, მოვასწარი დაჭიმა. ბატონო, მივიდა ფსკერზე, ახლა დავდოთ და დაველოდოთ თევზის ჩარტყმას. თევზის ან ტალღის ჩარტყმას. ნუ თავისთავად თევზი რო დაარტყავს, იმდენად ძლიერი გაქაჩვა აქვს, რომ რა თქმა უნდა ქვივერზე ვხედავთ ამ ჩარტყმას. აი დაინახეთ ალბათ, არ ვიცი, პრინციპში მე დავინახე. კამერა ახლოს არ არის და თქვენ ალბათ ვერ დაინახოდით, მაგრამ პატარ-პატარა ჩარტყმები არის. აი კარგი ჩარტყმა იყო, მაგრამ ეს ალბათ ქორჭილას ჩარტყმა არის. ჩვენ გვჭირდება რომ თევზი შევაგროვოთ კარჩხანა ძირითადად ჩვენ წერტილში და აი იყო დარტყმა. აბა ვნახოთ რა თევზია. ისე ცოტა ფრიქციოს მოუშვით. ყოველ შემთხვევისთვის მაგრად იბძვის. რას იბძვის? ვაუ, ბრავო, ძალიან კარგი ზომის რაღაც დავიჭირეთ, არ ვიცი რა თევზია. ბრავო, ვაუ. ვაუ, ძალიან დიდი ზომის კარჩხანაა. ამ ხელა კარჩხანა მე მგონი მე აქ არ დამიჭერია. ბრავო. აბა რა. ბრავო. ძალიან კარგი ზომაა. აბა, ნახოთ. კარგი. კარგია, ესეთი კარგი ზომის კარჩხანიუს დავიჭირეთ, მეგობრებო. შვენიერი ზომა. ურში გინაცვალე. გაუშვათ ეს შესანიშნავეში. კარგი, ახლა ნახეთ რას ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, წალკაში ძალიან ბევრი ქორჭილაა. ქორჭილა, ნუ თითქმის ყველაფერს ჭამს პრინციპში, მაგრამ ძირითადად წითელჭიას ისე ძალიან ეტანება. ამიტომ ესეთი ჰიბრიდული ვერსიები, ანუ ჰიბრიდი, თეთრჭიას რომ ეძახით, ერთი ცალი თეთრი და შეფერილი ორი ცალი წითლად. დასაკვები აუცილებლად. აი ესე.
და უნდა ვეცადოთ რომ ერთი და იგივე წერტილში მოვახვედროთ. აი ქარი შემთხვევაში ცოტა რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ. ეგრეთ წოდებულ კლიპსაში ჩამაგრებული გვაქვს ჩვენ თავისთავად წნული და ვცდილობთ რომ ერთ დისტანციაზე გავისროლოთ. თუ 2-3 მეტრით აქეთ-იქით მოგვივა, ეგ არაფერია. მაინც ძირითადად იმ წერტილს ყვებავთ და აი ხა კარგად გამოწიე წნული რომ დაჭიმულიყო მაქსიმალურად. როგორც ჩანს, თევზიც მოშიებულია და საღამოს პერიოდში გეცოდინებათ რომ უფრო აქტიურობს, დილით და საღამოს ყველაზე მეტად აქტიურობს. და ხა საღამოვდება, თევზი საკვებს აიღებს რომ მთელი ღამე მშიერი უნდა იყოს, ძირითადად არ ჭამს ღამე და საღამოს პერიოდში იცის გააქტიურება. აი პატარა ჩარტყმები არის, კარგია. კარგი ჩარტყმა იყო. ბრავო. ალბათ არ ვიცი. მოდი აბა თუ გამოვიცნობ, ეს ქორჭილა მგონია რომ ქორჭილა დაჯდა. იმიტომ რომ ისეთი მძიმე არ არის. კი და უფრო სხარტია. უფრო გადი გამოდის აქეთ, არ ვიცი, ნახოთ. შეიძლება კარჩხანაც არის. კი, კარჩხანაა. კარჩხანაა ნამდვილად. ოჰ, კაი ბომბორა კარჩხანაა ესეც. ბრავო. ესეთი 2 ცალი კარჩხანა დაგვიჭერია უკვე. მეგობრებო, აი ესე ვუკეთებ 2 წითელი ჰიბრიდი და 1 ბოლოში ჩამკეტი თეთრი. ნუ თავისთავად ექსპერიმენტებსაც ვატარებ, ასე თუ ისე ვცდილობ რომ ვცვალო მონტაჟები, უბრალოდ სატყუარები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და გამოვრიცხოთ ის ვერსიები და ის ვარიანტები, სადაც შეიძლება ქორჭილა დაჭდეს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კარჩხანა დავიჭიროთ. საკმაოდ ძლიერი ქარი არის, ნუ რაც წალკაში არ არის უცხო, წალკა ზოგადად ქარიანი ადგილია, წვიმიანი ადგილია, მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილია. სათევზაოც მე ძალიან მიყვარს წალკა. ფიდერითაც შეგიძლია ითევზაო, სპინინგითაც შეგიძლია ითევზაო და მოკლედ ასეთი სტილებით გაერთო. თუ კარგი ამინდი დაგემთხვა და სიმშვიდე არის, ტივტივთაც შეგიძლია თავისთავად კარჩხანაზე დააჯდე, ან ქორჭილაზე დააჯდე. ნუ მოკლედ არჩევანი უნდა გააკეთო, რომელი სტილი თევზაობ და რა თევზი ყავს მიზანში. თუ სწორად შეარჩევ ყველაფერს, ვერწმუნეთ რომ აი კონკრეტულ თევზს, რაზეც მიზანი გაქვთ, აუცილებლად დაიჭერთ. ნუ ბევრი ამბობს რომ ქორჭილამ ფაქტურად გააფუჭა წყალსაცავები, აღარ მოდის სხვა თევზი. თუმცა ვინც კარგად ერკვევა თევზაობაში და ვინც კარგად იცის თევზაობა, ვერწმუნეთ რომ აი კარგი ზომის კარჩხანა უნდა იყოს ეს. ვერწმუნეთ რომ მიზანმიმართულად ვინც თევზაობს კონკრეტულ თევზზე, ის აუცილებლად იღებს შედეგს. ნახოთ რა თევზია. მძიმედ არ მოდის. ქორჭილას წააგავს თუ კარჩხანაა, აბა ნახოთ. არა, კარჩხანაა. კარჩხანიუს. კარჩხანიუს. აჰა, შვენიერი. ნუ არც ისე დიდი ზომის კარჩხანაა, მაგრამ თავარი შედეგია. ნუ რამდენიმე ცალს აუცილებლად შევინახავ იმისთვის, რომ საღამოს გემრიელად მოვამზადოთ. გავისროლოთ სათევზაო წერტილში. აი ბატონო, დავჭიმეთ მაქსიმალურად. უკვე მაქვს ჩარტყმა. აი მეგობრებო, სანამ დავდე ჯოხი, ჩარტყმა იყო. მეგონი დაჯდა კიდევაც. რა საინტერესოა კი. და თითქმის ვარდნაზე დავიჭირე ეს კარჩხანა. ბრავო, არ ველოდი ნამდვილად. თითქმის ვარდნაზე დაჯდა. კარგი ზომაა ნამდვილად. ნამდვილად კარგი ზომის კარჩხანა. ნუ ესეთი კარჩხანა. გავუშვათ ისევ სათევზაო წერტილში. კი ბატონო, კარგია, დავჭიმოთ ისევ. დაველოთ რომ ჩავარდეს. არის დარტყმა, ვაუ, ისევ ვარდნაზე. ფაქტიურად ისევ ვარდნაზე დავიჭირეთ, ასეთი აქტიურობა არ ვიცი. ბრავო, ძალიან კარგია.
ძალიან კარგია, რა კარგად იბრძვის თან. რა მძიმედ მოდის და რა კარგად იბრძვის. ბრავო, ბრავო. ბრავო. რა კარგი ხარ? კარგი ხარ, კარგი, მოდია, კარჩხანიოს. ნუ შემეძლო ქვედაბადეს გამომეყენებინა ამოსაყვანი, მაგრამ სუდად მომიწია გამოცურება. უმჯობესია ხოლმე ესე არ ვაფორთხიალოთ თევზი. მართალია შესაძლოა გვინდა, მაგრამ მაინც. არის კარგია, ბრავო. ხელში რა ძალა აქვს, მეგობრებო, ვერ გადმოცემ რა. აზანზარებს ჯოხს და ხელში ძალიან ძლიერია, კაჩავს, თითქოს ადამიანი გეჭიდავებაო, ისეთი ძლიერია. წალკეში აუცილებლად წამოდით სათევზაოდ ფიდერით, ძალიან მოგეწონებათ, ძალიან. ოჰოჰოჰო, რა სიბძვის, მოდია, კარგაძრე. ბიჭია ნამდვილად. კარგი ზომის ესეთი კარჩხანიუსია. შვენიერი. არი დარტყმა, კარგი დარტყმა იყო ნამდვილად და წესით კარჩხანა დავსვით. თუ სიმძიმიდან გამომდინარე 100 არის. და კარგად იბრძვის. კარგია ნამდვილად. რა კარგად იბრძვის. ბრავო, კარჩხანიუს. თან რა კარგი ბომბორა ხარ შენ. მოდია. აჰა, შვენიერი. კარჩხანა დავიჭირეთ, რომელიც დასაკვებში ჩაგვივარდა. ესეთი ზომის. თევზის შესანახი ბადემ შვენიერი. აქ ეს ჭია აღარ ვარგა. ახლა შეგვიძლია დავამატოთ ჰიბრიდი წითელი ფერის. ესე. დასაკვები აუცილებლად ისევ საკვებურში. და გავუშვათ სათევზაო წერტილში. ჩავარდა ფსკერზე. დაბალი წყალია ნამდვილად რა. დაბალი წყალია და მალე მიდის ფსკერზე. ჩარტყმა მქონდა უკვე სანამ დავდებდი ჯოხს. არის დავსვით კარჩხანა. უკვე პირდაპირ ხვდები რომელი თევზი დაჯდა ჩვენს მოტარზე, რადგანაც კარჩხანა უფრო მძიმედ მოდის, უფრო დინჯად მოდის, მაგრამ კარგად იბრძვის. არცე დიდი ზომა. მოდი კარჩხანიოს. ესეთი კარჩხანი დავეჭერთ. მეგობრებო, უკვე მოგვისაღამოვდა. დაახლოებით 10 წუთი ვითევზავებ. მინდა რომ 1-2 თევზი მაინც გამოვიყვანო კარჩხანა. ესეთი წითელი ჰიბრიდი საბოლოო ჯამში გამოდგა ყველაზე კარგი სატყუარა. დასაკვები აბსოლუტურად ყველა გადაგდებაზე თავისთავად მივაწოდეთ ჩვენს თევზუნიებს. ჩავაგდოთ. ჩავიდეს ფსკერზე. დარტყმა იყო პრინციპში თეთრულად სხვათა შორის ცოტას აქტიურობს. მაგრამ ჩვენ კარჩხანა გვაქვს მიზანში. დაველოდოთ ჩარტყმას. საკმაოდ კარგი თევზაობა გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში იყო დარტყმა, მაგრამ მე მგონი ავაცილეთ. ვნახოთ. შეიძლება თეთრულაც არის. ქარში ცოტა უკვე. კი, თეთრულა. ესეთი პატარა. თეთრულა ჩვენ არ გვჭირდება, გავუშვათ. კი ბატონო. რა შეიძლება დღევანდელ თევზაობაზე ვთქვათ? კარგი ჩარტყმა, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ჩარტყმა იყო, ძლიერი ქარი იყო საღამოს, ფაქტიურად არ გაჩერებულა. მაინც შევძელით რაღაც გარკვეული შედეგის დაფიქსირება. დასაკვებმა იმუშავა კარგად, შემოიყვანა როგორც ესე როგორც ხედავთ თეთრულა, ესეთი ზომები, ძალიან ბევრი. ასევე რა თქმა უნდა, კარჩხანა
ერთი ცალი ქორჭილაც კი არ დამიჭერია დღევანდელ თევზაობაზე, რაც განსხვავდება ჩემი მეგობრის სექტორისგან. დაახლოებით 5-6 ცალი კარგი ზომის ქორჭილები დაიჭირა. მე მიზანმიმართულად მითევზავე კარჩხანაზე. ანალოგიურად გიორგიმაც, თუმცა იმას რატომღაც ქორჭილებიც უჯდებოდნენ. ჩემ შემთხვევაში ერთი ქორჭილაც არ ყოფილა მებსკავზე წამოგებული. უმეტესად კარჩხანა და შიგადაშიგ თეთრულაც გამოერევა ხოლმე. ანუ ის თქმა მინდა რომ სწორი დასაკვებით და სწორი მონტაჟით ერთი ანკესი თავისუფლად შესაძლებელია კარგი შედეგის დაფიქსირება. არი კაი ჩარტყმა. ეხლა ვნახოთ, ეხლა ცოტა მოზრდილი თევზს გავს. იმედი მაქვს რომ კარჩხანაა. კი ბატონო, ნამდვილად კარჩხანაა. ნამდვილად კარჩხანიუსია. საკმაოდ აგრილდა სხვათა შორის საღამოს. აუცილებლად წამოიღეთ თბილისამოსი რომ არ შეგწივდეთ. აჰა, ესეთი კარჩხანიუსი დავიჭირეთ კიდევ ერთი. კარგი, დამშვიდი. ესეთი კარჩხანა. და ვისაც ფიდერით თევზაობა გიყვართ, ვფიქრობ რომ წალკა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ადგილი იმისთვის რომ კარგად გაერთო ნამდვილად ისიამოვნო თევზაობით. წალკის წყალსაცავზე ფიდერი შეგიძლია დაიჭირო როგორც კარჩხანა, ასევე ხრამული. ხრამული ალბათ უფრო გაზაფხულის პერიოდში აქტიურობს. აუ რა კარგი გაკაჩვა, ცოტა ფრიქციონი გაუხსნათ. კარგი, რა კარგი ზომაა. მაგრადი ბძვის თავიდანვე. მეგობრებო, ხელში არის რაღაც სასწაული შეგრძნებები. მით უმეტეს ფლაგმანის ეს კანალის საკმაოდ მსუბუქი ჯოხია და იყო რა დავიჭირი ამისთანა. ვაუ, ბრავო! ამას თევზის ამოსაყვანი ბადე უნდა. საკმაოდ კარგი ზომაა. მოდი. ვაუ, რა კარგია. მოდი. კარგია. ესე იგი რა მოხდა? ნემსკავი კიპირში გამოედო, მაგრამ გვერდზე შემდეგ ძუა გამოედო და საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ამიტომ წევდა. და ახლა განსაკუთრებულად დიდი ზომაა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ისე პატარაა. კარჩხანაა ესეთი. აი დარტყმა იყო. აი დარტყმა იყო ნამდვილად. ესეთ მოზრდილი აღარ არის, როგორც წეღან გამოვიყვანეთ. ბოლოს მაგრამ სხვათა შორის კარგად იბრძვის. ბელტივით კარასია. ბრავო, კარგია ნამდვილად. მეგობრებო, მე ალბათ დაახლოებით 9 საათი კიდე მაქვს დრო იმისთვის რომ ვითევზავო, მაგრამ სანამ ძალიან დაგვიღამდა და კამერაში აღარაფერი აღარ გამოჩნდა, მინდა გაჩვენოთ დღევანდელი დაჭერილი თევზის რაოდენობა. მაქსიმუმ 2 საათი, 2 საათი ვთქვათ. 2 საათის განმავლობაში ნახოთ რა რაოდენობა დავიჭირეთ. ხლა მოვიღებ თევზშესანახ ბადეს. და გაჩვენებთ აუცილებლად. მოხსნათ. ეს არის ჩვენი დაჭერილი თევზის რაოდენობა. ხო, გითხართ რაღაც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობაა თქო? არა, მაგრამ 2 საათის ყოლობაზე ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგია. აი მეგობრებო, ალბათ ხედავთ. სადღაც არის 15 ცალი კარჩხანა, 15-16 ცალი. დავთვალოთ პრინციპში 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 ცალი კარჩხანა და 1 ცალი ხრამული. ხრამულს აუცილებლად უკან გავუშვებ, იმიტომ რომ არ არის ისეთი ზომა, რომ წასაყვანი იყოს, თან შედარებით ნაკლები არის ამ წყალსაცავზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, გააქტიუროთ ზარეზღილაკი და დღევანდელი ვიდეოს დალაიქებაც არ დაგაუწყდეთ. თქვენ კი გისურვებთ აუცილებლად წარმატებულ თევზაობას, ნებისმიერ სტილში ესიქნება ტივტივა ფიდერი არ აქვს უშუალობა. კარგ დასვენებას ბუნებაში, როგორცაც დღესღამე მე და ჩემი მეგობარი გავაკეთებთ, გემრიელად მივირთმევთ თევზსაც და სხვა კერძებიც უნდა მოვამზადოთ. ასე რომ, ყველას გისურვებთ მინიმუმ ასეთ კარგ გართობას.
წარმატებები და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.